გისმენთ თბილისის დროით. მომავალი კვირიდან დედაქალაქი გაზს ეტაპობრივად მიიღებს. ტექნიკური მიზეზებით გათიშულ უბნებს ამ კვირაში ისინიც მიემატნენ, რომლებიც გაზს შეუფერხებლად იღებდნენ. დღეიდან დაიწყება დატვირთვა. დილის 9 საათი და რუსეთიდან დაიწყო დატვირთვა. მილსადერში უნდა გამოიაროს, აერი თუ არ მოწდა, მილსადერში უნდა გამოიაროს. რა თქმა უნდა, ბუნებრივი აირმა და მერე თბილგაზი თავისი სამსახურები მობილიზებულები არიან და დაიწყებენ უკვე აღდგენას იმ უბნებში, სადაც ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ რეაბილიტაციების მიმდინარეობს სხვა რაიონში. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის დასრულდა. მთლიანად შეიცვალა გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი. ძველი მილების ნაცვლად 300 მმ-იანი პლასმასის მილები ჩაიდო, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ყველა სახის ზემოქმედებას უძლებს. არ იჟანგება, არ ჭირდება დამცავი შრე, რაც უზრუნველყოფს გაზის დანაკარგის მნიშვნელოვნად შემცირებას. მე მინდა რომ ხალხმა და მოსახლეობამ იცოდეს ის რეალობა, რაც დღეს ქალაქში სუფევს ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება მითმომოთქმები და ამა თუ იმ მიზეზების გადაბრალება, გადმობრალება, მაგრამ ის რაც ახლა კეთდება ბოლო 10 წლის განმავლობაში, იმის 10%-იც რო გაკეთებული, ქალაქს პრობლემა არ ექნებოდა ზამთრის პირობებში და რაც მოსახლეობასთან ერთად ჩვენ გადავიტანეთ ზამთრის პირობებში. მე მგონი ამას უნდა დაადგეს ერთჯერადად სამუდამოდ საშველი და ამის პირველი მერცხალი არის ის სამუშაოები, რომელიც უკვე გაშლილი არის 12 ობიექტზე, შესაძლებელი გვაქვს მთელი რიგი ურდულები, ჩამკეტი არმატურა, რომელიც 50 წელია არ შეცვლა. ეს არის ის ჩამკეტი არმატურა, რომელიც მუშაობის პრინციპი არის მექანიკური და დაიჟანგა, გამოვიდა მწყობრიდან. ეს გაკეთდება. ამას ემატება, რომ წელს სამწე სეზონის დადგომამდე ამ ღონისძიებები ჩართული არის გლდანიდან ქალაქში შემოსვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დანაკარგებს დაახლოებით 15%-ს კიდე შევამცირებთ ამ პირველი ეტაპის სამუშაოები. სამუშაოებისთვის 4 მილიონია გამოყოფილი, რომელიც 4 წელზეა გათვლილი. ამ პროექტის დასრულებისას წესით ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური პრობლემა აღარ უნდა დადგეს. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, როგორც გვპირდებიან, მომავალი კვირიდან ის უბნები მიიღებენ გაზს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ნებისმიერი მძღოლი დაგვეთანხმება, რომ თბილისის ქუჩებში მოძრაობისას თუ არ ჩავარდნილა, ექსტრემალურ სიტუაციაში მაინც აღმოჩენილა თავღია მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭების გამო. არეულობის პერიოდიდან მოყოლებული თუჯის ხუფების საწყობი ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში შეიძლება აღმოვაჩინოთ. ამ პრობლემის თაობაზე არაერთგზის იყო საუბარი მერიის ორშაბათის თათბირებზეც. მათ შორის ალტერნატიული მასალით თავსახურების დამზადებაზეც. სამშაბათის ტრადიციული შემოვლისას თბილწყალკანალის გენერალურმა დირექტორმა იუზა ცარციძემ თუჯის ნაცვლად რკინა-ბეტონისგან დამზადებული ჭის თავსახურის ნიმუში გვაჩვენა. როგორც შევიტყვით, იდეა ქალაქის თავს ვანო ზოდელავას ეკუთვნის. სკვერები, აღები, ტროტუარები, მთლიანად ყველგან მასიურად სადაც ამოგდებულია ეს. არასავალ ნაწილზე მანქანების სავალი თუ არ არის, უკვე შეგვიძლია და ეხლა მეორე საკითხს ვამუშავებთ კიდე ჩვენა დაახლოებით 10 დღეში ვფიქრობ უკვე დავამზადებთ ევოქსიტის შემავსებელი იქნება ცემენტის როლს შეასრულებს ევოქსიტი. ასე რომ მალე ქალაქში დაიწყება პირდაღებული ჭების გადახურვითი სამუშაოები. იმედია რკინა-ბეტონისაგან დამზადებულ სახურავებს აღარ მოიპარავენ და მოსახლეობის უსაფრთხოებას ხელი შეეწყობა. მით უმეტეს რომ ეს ნოუ-ჰაუ ორჯერ იაფიჯდება ვიდრე თუჯის ხუფების დამზადება. ბატონო იუზამ თავის კოლექტივთან ერთად ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა. ჩვენ მქონდა იდეაში, რომ იცით თქვენ რომ აი თუჯის ხუფები როა ცენტრალურ მაგისტრალებზე, მეურად ქუჩებზე, ასევე ტროტუარებზე, სადაც არის განთავსებული წყალკანალის სანიავე კოლექტორები, არა, ის ხუფებს ხშირად იპარავდნენ სამწუხაროდ და მერე ჯართად აბარებდნენ. თუჯის იყო ის. ნუ ეხლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და თქვენ თუ ნათლად ხედავთ, რომ შეიძლება რომ ეს თუჯის ხუფები შეიცვალოს რკინა-ბეტონით.
ესე იგი უკვე ჯართან მიმართებაში ჩაბარება აღარ იქნება საჭირო და რაც თავარია გამძლე იქნება და ისიც აესხუფებით ასევე მუდმივი იქნება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ 10 წლებს გაუძლებს. ამ უნიკალური მცენარეების ფასი ქართულ ბაზარზეც საკმაოდ დიდია. ალბათ ბევრი ინატრებდა ასეთ სანაპიროზე თევზაობას და ბუნებით ტკბობას. თბილისელებს კი შორს წასვლა ნამდვილად არ ჭირდებათ, რადგან ეს ჭაობი ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე თავისთავად გაჩნდა. ანკესით ნუ გაეშურებით, არა მგონია რომ აქ რამე საინტერესო დაიჭიროთ. სამაგიეროდ შეგიძლიათ იხილოთ ბევრი გადაგდებული ნივთი, პარკებში კომპაქტურად შეხვეული საყოფაცხოვრებო ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები. თურმე ამ ჭაობთან განსაკუთრებული ჯიშის დიდი კოღოებიც ბუდობენ და მათი ნაკბენიც ასეთივე დიდია. რამდენიმე დღის წინ აქ გველიც იპოვეს. პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ქართველი ერი ვარ და სუფთა ერი ვარ და რაღაც სუფთა ერი როგორ ვარ, თორსა ქალაქის ცენტრში ხდება ესეთი რაღაცა, რომ არის საშინელი ჭუჭყი, რა ვიცი, ტიფი, დიზინტერია, ვირთხები არიან, ამხელა აგერ ფელსახში დადიან. მთავრობის დიდი ხალხი ცხოვრობს, აკარო, კარგი ჩვენი ასალია, თავენტიშვილების მაინც დარდი ხო უნდა კონდეთ რა. მიდუმდეს პაწაწინა ბავშვები ჩამოდიან, ვინ დააკავებს შვილო 5 წლის, 6 წლის ბავშვს სახში. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ჭაობი საკმაოდ ღრმაა. ბავშვები კი ცნობის მოყვარეობით თუ ჭაობის მცენარეების დასაკრეფად ხშირად ტრიალებენ მის ნაპირზე. მოსახლეობა შიშობს, რომ აქ ვინმე არ დაიხრჩოს. ვისაც რა უნდა, ყველაფერს აქ ყრის. აქ რო იპოვეს მაშინ გვამი, ხო? ნაწილებს ეძებდნენ აქ. ეს არის შემაძენი, ჯერ ჩვენთვის რაზნილი იყო, რომ აქ დავდიოდი, ანტისანიტარი აქ რო არ ყოფილიყო, იქ იმას არავინ არ დააგდებდა, ხო? და ეს კიდე იმის შეგრძნება, რომ ვიღაცა ეძებს აქ და მე კიდე აქ ეძებენ, უკვე გავლა გვეშინია ამ ადგილებში. აქ ბარაკები იყო, რომელიც 92 წელს დაანგრიეს და კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. თუმცა დღემდე გაჭრილი საძირკველი დარჩა სავსე წყლით, ბაყაყებითა და კოღოებით. მოსახლეობა შველას ითხოვს. თავად ტერიტორია კერძოა და ბუნებრივია, ამ ადგილს ვერც ვერავინ გადაასწორებს. თუმცა ალბათ არსებობს გამოსავალიც. ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით ამ თემას შესაბამის სამსახურებთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ. ხალბატონი დარეჯან დეისაძე ერთი თბილი და ლამაზი ქართველი მანდილოსანია, რომელიც ახალგაზრდობაში ბალერინა ყოფილა. დედის დაჟინებული თხოვნით მან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა და წარმატებით დაამთავრა კიდეც. მაგრამ დედა სიმღერის სწავლას თხოვდა. ხალბატონ ჯანიკოს კი როგორც თავად ამბობს, ხმა არ ჰქონია. დედას კი თამარ იშხნელს მისი სიმღერა უნდოდა. ჩვენ ცხოვრობდით ორბელიანის ქუჩაში. აქ იყრიდნენ თავს ყველა დები და რეპეტიციები ჰქონდათ ყოველთვის იქ. და მე საერთოდ გარეთ არ გამოვდიოდი და ვიჟექი და მუხმოდერკილი უსმენდი მათ სიმღერებს. დედა ჩემი იყო არაჩვეულებრივი დიასახლისი. არაჩვეულებრივი დედა. ყველა დედა არაჩვეულებრივია, მაგრამ ხალბატონი ჯანიკო მართლაც განსაკუთრებული დედის შვილია. თამარ იშხნელი. 4 იშხნელის სულის ჩამდგმელი და შესანიშნავი მომღერალი ხალბატონი. დედას ყავდა სულ 12 შვილი. 2 ადრე გარდაეცვალა, დარჩა 10, 3 ვაჟი და 7 ქალიშვილი. სულ ყველა მღეროდა. 10-ვე მღეროდნენ და 10-ვეს თავიანთი პროფესიები ჰქონდათ. დები იშხნელები თავდაპირველად სხვა შემადგენლობით გამოდიოდნენ სცენაზე. ისინი ბავშვობიდან მღერიან. უფროსი და ვალენტინა იშხნელი სოლო კარიერით იყო დაკავებული. თამარი, ნინო, ალექსანდრა და ზინა. ეს არის ცნობილი 4-ეული. ალექსანდრას გარდაცვალების შემდეგ იგი მარიამმა შეცვალა. 1968 წელს 3-ვე და ერთდროულად გადაიცვალა და დარჩა დედა ჩემი მარტო კენტად. თამარი იშხნელი ხშირად ამბობდა, ჩვენ გულიდან ვმღერით და ამიტომ ვეწყობით ესე კარგად ერთმანეთსო. ამ რამდენიმე ხნის წინ თბილისის დიდუბის ქუჩას დები იშხნელების სახელი დაერქვა. დავწერეთ განცხადება და მივმართეთ ბატონ ვანო ზოდელავას. შევედით მასთან და როცა წაიკითხა განცხადება, ასეთი პასუხი მოგცა. ეს ის ხალხია, რომლებიც ყოველგვარი სიკეთის ღირსი იყვნენ თავის დროზეც და ახლაც რა თქმა უნდა დაგვიანებით, მაგრამ ახლა გაკეთდება ის, რაცაც ისინი იმსახურებდნენო. დრო იცვლება, თაობები მიდიან და ახალი თაობა მოდის, რომელიც საბედნიეროდ დები იშხნელების ქუჩაზე გავლისას არასდროს დასვამს კითხვას. ვინ არიან დები იშხნელები?
ვაკე-საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის მეორე და მეოთხე მიკრორაიონებს შორის გადასასვლელი კიბეები კეთდება. ამ 120 მეტრიანი შემაერთებელი ხაზის გაკეთება 20 დღის წინ დაიწყო და 2-3 კვირაში დასრულდება. სამუშაოები მერიას 47.000 ლარი უჯდება. კიბეები სამების ეკლესიასთან ადის. ეკლესია ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ააშენეს მერიის დახმარებით. აქ უკვე წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. აქვე კეთდება ეკლესიასთან მისასვლელი გზაც. კიბეების დასრულებისთანავე კი დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები. ტერიტორია გამწვანდება, რომელსაც ესთეტიურის გარდა დამცველი ფუნქციაც ექნება. სამშაბათს ტრადიციული შემოვლისას დედაქალაქის მერმა ამ მშენებლობის გარდა მარაბდის ქუჩის ბოლოში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც მოინახულა. ამ არაჩვეულებრივი ადგილიდან ხელის გულივით ჩანს მთელი თბილისი. ამ უბნელებსაც სურვილი გასჩენიათ, რომ აქ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აეშენებინათ. მერია მშენებლობისთვის მათ მიწაც გამოუყო და სხვა სამუშაოებშიც დაეხმარება. ეკლესია მთლიანად შემოწირულობებით შენდება. მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ბიჭუნების ანსამბლი, აქ ქურთებიც არიან, ეზიდებიც არიან. ეს არის ბიჭუნების გუნდი. ეს გოგონების გუნდია. გლდანში მდებარე გოგი ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლა 600-მდე სხვადასხვა ეროვნების ბავშვს აერთიანებს და ქართულ კულტურასა და ხელოვნებას აზიარებს. აქ ქართულ ხალხურ საკრავთა რამდენიმე გუნდია ჩამოყალიბებული. ბავშვები ეროვნულ ხალხურ სიმღერებსაც ეუფლებიან. 2 წელია, რაც სკოლაში ინსტრუმენტული ანსამბლი ფუნქციონირებს. სკოლას საკუთარი აუდიო სტუდიაც აქვს. სამშაბათ დღეს დედაქალაქის მერმა ეს სკოლაც მოინახულა. მერიამ კულტურის საქალაქო სამსახურთან ერთად მუსიკალური სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო. გოგი ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში უკვე დასრულდა სარემონტო სამუშაოები. დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა, გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი. სამომავლოდ აქ ბევრი საინტერესო პროექტის გახორციელებაა გათვალისწინებული. 23-367 გისმენთ თბილისის ჯერ. ყოველწლიურად ქალაქის მერიის ბიუჯეტში სერიოზული თანხებია გათვალისწინებული დედაქალაქში წყლის მიწოდების გაუმჯობესებისათვის. როგორც გახსოვთ, თბილისის რამდენიმე უბანში უკვე აშენდა და ფუნქციონირებს წყლის რეზერვუარები. ბევრგან გამოიცვალა და იცვლება წყლის მილები. სულ მალე გლდანი მუხიანის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. 2 კილომეტრიან მონაკვეთზე თბილწყალკანალი დაპირებულ ახალ მილსადენს ამონტაჟებს. თქვენ უკვე ხედავთ, რომ კილომეტრი და 400 მეტრი უკვე დაიფარა. იცი რომ სადღაც დარჩენილი გვაქვს 600 მეტრამდე, ფიქრობთ რომ თვის ბოლოსათვის სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ამით უდიდეს პრობლემას გადავუწყვეტავთ ჩვენ როგორც მუხიანის დასახლებას, ასევე გლდანის. პირველ რიგში გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონის ჩათვლით სამწუხაროდ მოსახლეობა დღე-ღამის განმავლობაში სასმელ წყალს ღებულობდა მხოლოდ 4-5 საათის განმავლობაში და როგორც კი ჩვენ აი ამ მილსადენის შენობას დავასრულებთ და ეს იქნება თბილისობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, დღე-ღამის განმავლობაში გლდანის მოსახლეობა, მთლიანად გლდანის მოსახლეობა მინიმუმ მიიღებს უკვე 12-13 საათის განმავლობაში სასმელ წყალს და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეღავათია მოსახლეობისათვის. კომუნისტების დროსაც კი ვერ შეძლეს ამის გაკეთება. აქვეა მეორე სერიოზული პრობლემა. რატომ არ მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში? როგორც გავიგეთ, ეს ტუმბოების დატვირთვაზე ყოფილა დამოკიდებული, რომელიც ელექტროენერგიის გამოყენებით მუშაობს და სერიოზულ თანხებს მოითხოვს. მერიის მოთხოვნა სემეკის მიმართ სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ელენერგიის მოხმარების საფასური, რომლის შედეგადაც ბევრი და მათ შორის ეს პრობლემაც მოგვარდება. შარშანდელი მიწისძვრის შემდეგ თბილისელ მოქალაქეებს ბევრი საჭირობროთო პრობლემები შეექმნათ. ბევრი სათკივარი დღესაც მოუგვარებელია უსახსრობის გამო. სახსრები კი დაპირების მიუხედავად არ გადმორიცხულა. ეს ქალბატონი უზნაძის 13 ნომერში ცხოვრობს ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისივე თქმით, ამ სახლში გაჩერება ნამდვილად სახიფათოა. ყველანაირად ვცდილობ, რომ აი ესეთი ტრაგედია არ დატრიალდეს და აი ამ სახლმა არა მარტო ჩემი გოგონა სიცოცხლე, არამედ მეზობლების ესეთი უხერხული მდგომარეობაც არ გამოიწვევს და ეს ან მანქანები, ან თვითონ პიროვნება, ან არ დაინგრესა, არ მოყოს ამ ნანგრევების ქვეშ. თავი თვითონ მოგიხსენება რა დღეშია. ჯერ შიგნით არის საშინლად დანგრეული კედლები. ჭერია ესე იგი თავზე გვემხობა, არა მარტო აქ, არამედ მთელ ჩვენ ფარგლზე. ქალბატონმა ნანა ჯავახიშვილმა ყველა ინსტანცია მოიარა, მაგრამ დახმარება ვერ საიდან ვერ მიიღო.
ამიტომ თვითონ სთავაზობს მთავრობას ალტერნატიულ გამოსავალს. ვართ მესამე კატეგორია. მე იმაზეც კი წავედი, რომ ყველაფერზე უარს ვამბობ. ოღონდ კი დამეხმარეთ ბატონ დათო იმას ვიძახი, რომ როგორმე მომიხერხო, რომ მასალა მაინც მომაწოდონ და რაღაცა თანხა რითაც მე მუშას გავისტუმრებ. თუ არა და მაგასაც ავიღებ, რომ ამბობენ ურისვალს ავიღებ, ოღონდ აი მასალა და მდგომარეობა ჩვენ ახალგაზრდა ოჯახი ვართ, სიმართლე გითხრა, იმდენი საშუალებაც არ მაქვს, რომ აი გულიანად ვაკეთო ეს ყველაფერი და აი ამიტომ მოგმართავთ თქვენ. თავად ეს სახლი კულტურის ძეგლს წარმოადგენს. მოდიან ძეგლთა დაცვიდან და ფოტოებს უღებენ ფასადებს, რომელიც თუ რაიმე არ შეიცვალა, ცოტა ხანში მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე დარჩება. ეს არის ჩვენი საგვარეულო ღერბი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ლენინგრადში მოქანდაკემ ომარ ბენდელიანმა დაამზადა ლენინგრადში და ჩავიტანეს საჩუქრად. ჩვენი საგვარეულოა და ამიტომ ძალიან ვთხილდებით. ეს მუხა ისტორიული მუხა არის, ეს არის საბჭალაში, ზემოაბჭალაში ეს მუხა. ეხლა ძალიან შეფერთხილია, გარშემო შემოუშენეს ყველაფერი, მაშინ რო ხატავდი ეს თავისუფალი ლაღი იდგა და მშვენიერი ეტიული ის ჩავიხატე და მე დავხატე ეს მუხა. ეს არის ერთადერთი რაც ღირებულია მე მგონი ჩემ სურათებში. ეს ძალიან მოწონს, მუხა საერთოდ მოწონს და მუხა ჩვენი ისტორიის მემატიანია თითქმის. ბატონი ბონდო ყიფიანის ფერწერული ტილოები კი ჩვენი ბუნების მემატიანეები არიან. პროფესიით გეოლოგი ბატონი ბონდო შეყვარებულია მცენარეებზე. ბევრი მისი სურათი მახსოვრობით არის შექმნილი. ის ადგილები, სადაც მას უულია და უმუშავი. ჯარში სხვათა შორის მე მახატვიებდნენ დიდ კოპიას მაგათებიო და ძალიან დიდ სურათების და ამით სარგებლობდი 42 გრადუსიან ყინვაში მაშინ ყარავში ყოფნას მე ხატა ის არ მერჩია. ბავშვი ვიყავი არ ვიცოდი რა ხატავდა, როგორ ხატავდა, როგორი ხატებოდა და ერთხელ რუსის კაცი იყო ერთი წვერიანი ქუჩაში ხატავდა პატარა სურათებს და თელი საათობით ვიდეგი და უყურებდი მას და მე გამამეძრა სურვილი რომ მეც შემეძლო ისეთი რაღაც დამეხატა და აქედან დაიწყო ჩემი მხატვრობა. თვითნასწავლი მხატვარი და პროფესიონალი გეოლოგი მთელ ცხოვრებას ბუნების წიაღში ატარებდა და ბუნებრივად გაუჩნდა სურვილი ნანახის გადმოტანა ქაღალდზე ან ტილოზე. აი ეს მუხას რომ უყურებთ დიდ სურათს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ის არის საათნახევარში დახატული. არც კი დაჟე. იმდენად დიდი იყო მოძღვრება, რომ უნდა დამეხატა არ შეიძლება. მე არ განათლება არ მაქვს არაფერი მიღებული, არსად არ მისწავლია, არსად არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის, თუ ვისწავლე ეს ჩემთვის და ჩემით და ესე ჩემი დაგვირებით. თელდღე რომ ბუნებაში ხარ კაცი გეოლოგი ან იმას დააგვირდები და რაღაცას გადიხატა მე. ესეც ნატურა არ არის, ეს არის ჩემი დახატული, ასე მახსოვდა ერთი აფხაზეთში არის ასეთი მთა ხიფსთა და იქიდან მახსოვდა და მე რაღაცები მეუმატე ჩემი თვა და დაჩენ ეს თელი ეს ხეობა არის სასწაულად ლამაზი ხეობა და მეუვალი გაუვალი როგორც გეოლოგს იქ ვიხდებოდა სიარული და ეს მახსოვდა მეხსიერებიდან დავხატე მე. ამდენბერი ვიწვალე მასე, მაგრამ მაინც. ბატონი ბონდო ყიფიანის განუკვარი ოცნება აფხაზეთის დაბრუნება. ამ ტილოებზე ხშირად ჩანს აფხაზეთის მშვენიერი ხედები, რომელიც დღეს ჩვენთვის სამწუხაროდ მიუწვდომელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ბუნება მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში არ დარჩება და მომავალი თაობა მათ ფოტოებისა და ტილოების სახით არ გაეცნობა. თუ თქვენ თბილისი გიყვართ, თუ დედაქალაქის პრობლემები თქვენი პრობლემებია. თუ გაინტერესებთ რა იყო გუშინ, რა ხდება დღეს, როგორი იქნება ხვალ თბილისი, უყურეთ გადაცემას თბილისის დროით. 23:03:67 გისმენთ თბილისის დროით.